მიმდინარე წლის 14 მარტს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ლოჯოს განზრახ ყოლობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად შეკვეთით და ანგარებით განზრახ ყოლობის ორგანიზების ჯგუფურად ცეცხლსროლი იარაღის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა გასაღების განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართსაჯულებისათვის ხელი შეშლის მიზნით სრულ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი გმ, გკ და მბ დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ ყოფ 2 პირს გჯ-სა და დმ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დმ და გმ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლოჯოსთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით ყოლობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გჯ-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით პირის მოძიებაში დახმარებას თხოვეს. დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი გჯ-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ ყოლობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე გინდება, რომ გჯ-მ და გკ-მ მართსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ გმ-სა და დმ-ს მეშვეობით გ-ს გადაეცა ხსენებული ყოლობის განხორციელების მიზნით. გ-მ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსროლი იარაღიდან გასროლით ლჯ მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება. საქმეზე ჩატარებული იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მბ, რომელმაც სრულ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული. ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მოსამსახური ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება. როგორც მოგეხსენებათ, სამართალდამცველებამ ყოლობაში ბრალდებული გ მომხდარიდან მალევე დააკავეს. ასევე დაკავებულია პირი, ვის სახელზე წარსულში რეგისტრირებული ცეცხლსროლი იარაღიდანაც განხორციელდა ყოლობა. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-19, 226, 375 და 370 მუხლებით. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მათი არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. მადლობა ყურადღებისათვის.